ორშაბათს სამშაბათს ვიყავით ჭიათურაში. თავარი რაც მათ ჩანს აი ამ თვეების განმავლობაში არის სახელმწიფოს კომპანიის ერთობლიობაში მოიხსენოთ ბრძოლის იგივე ტაქტიკა და მეთოდი, რაც შეიძლება თბილისში ხდებოდეს. იქნება ეს ფინანსური შანტაჟი იმ მხრივ, რომ ადამიანები რომ რჩებიან უმუშევრად, მათ ბანკის ვალი აწვება და არ ხდება დახმარება და თუ გინდა შენ რომ რაღაც დახმარება მიიღო, რაღაცებს უნდა მოაწერო ხელი და პროტესტ უნდა გამოეთიშო, ანუ შენი პრინციპები რაღაცნაირად დაგათმობინონ, იმიტომ რაღაცას მოაწერო ხელი. მეორე თუ ესეც არ ჭრის, ამ შემთხვევაში აუცილებელია პოლიტიკური და რაღაცნაირად პატიმრების ჩაგდება, იმისთვის რომ შემდგომ ამით ივაჭროთ ყველაყვანა ამ ადამიანების და ყვეცხონისებს გადასინჯვა იყო 4 არიან ხო დაკავებულები პატიმრობაში, უკვე 1 მაისს იყო. დატოვა 4-ვე პატიმრობაში და რაც მოსალოდნელი იყო და ასევე რა გააკეთა ხო 17 ივნისს უნდა ყოფილიყო წინასასამართლოს ხდომა და გადადო 19 ივლისამდე თუ რაღაც 19 ივნისს უნდა ყოფილიყო 17 ივლისს გადადო. რას ემსახურება ეს? ესეც ემსახურება იმას, რომ საბოლოო ჯამში პროტესტი ჭიათურაში დაასუსტო და ერთი როგორ უნდა გაძლო კიდე ერთი თვე ამ ვითარებაში, როცა სოცკი დაუნიშნეს ადამიანი, რომელიც ტყიბულში ცნობილი კრიზის მენეჯერია, ესე რომ ვთქვათ, მას კარგად შეუძლია რაღაც შახშობა, გაქრობა რაღაცა ხმების და ეს ძალიან მარტივად გამოვავლინა ტყიბულში და შემდგომ უკვე ჭიათურაში სწავლენს და ბევრი ადამიანი უკვე რომლებიც პროტესტში იყვნენ ჩართულები, ნელ-ნელა რაღაცა აკლდებიან ამ მოცემულს, თუმცა ძალიან მეტგრად განან ხა ვინც არიანი, აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას. მოძრაობა ხმა და სოციალ-სამართლობის ცენტრიც ეხმარებიან ამ ნაწილში, რაღაცა ნახეთ ხო მიმართულებით გადადგმული ბიჭები არაერთხელ სადეს პროფესიული კავშირის დაფუძნება და დამოუკიდებელი პროფკავშირის და 5-ჯერ მივიდა თუ არის, შემდგომ უკვე ახლიდან კიდე შეიტანა და კიდე ერთხელ უარი მივიდა, ხარვეზი მივიდა, რაც ნიშნავს, რომ იქ რაღაცა პეტრიაშვილის პროფკავშირი უნდა იყოს უალტერნატივო, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული პროფესიული კავშირები.